ვარ ევა ართმელაძე. 7 წლის. სწავლობ მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა ხატვა, სიმღერა, თამაში. ყველაზე უფრო მიყვარს ხატვა. მე ვიცი გოგოს ხატვა, სახლის ხატვა, ყვავილების ხატვა, ცხოველების ხატვა. ყველაზე ძნელია გოგოს დახატვა. ადვილია ყვავილების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდის ფერი. არ მიყვარს შავი, იმიტომ რომ არ მიხდებ. მე ვაგროვებ ჩემს ნახატი. სახლში მაქვს 10 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ ჩემს შვილებს ვაჩვენო. ყველაზე ხშირად დედიკოს ჩუქნი ნახატებს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. თოვლის ბაბუა ჩემთან არ მოაქვს საჩუქრები. მამაზე ბრაზდება და იმიტომ. მე მინდა თოვლის ბაბუამ მომიტანოს დიდი თოჯინა. ახლა სახლში ვყავს 5 თოჯინა. ჩემს საყვარელ თოჯინასაც ქვია ევა. ისიც ჩემსავით ლამაზია და შვიანი. ჩემი საყვარელი თამაშია დახუჭობანა. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. იმიტომ რომ ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ანა ფერიცე. ყველაზე ჭკვიანია მარიტა მახარაძე. ყველაზე ცექია გივი. ყველაზე მშვიდია დინათი არძენაცი. მე ვარ ყველაზე კეთილი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის ნინო გვიდიანი. იმიტომ რომ ლამაზია, გვეხუტება, არ ყვირის. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ხატვარი. უფრო პატარა რომ ვიყავი, მინდოდა რომ გამოსულიყავი პრინცესა ელზა. მე ახლაც პრინცესა გოგო. მიყვარს გაფრინჭვა და ძალიან მიხდება. დგები საკესთან და ვისვამ პამადას, მას ვიბრაცხი და ლამაზად ვიცვამ. ახლა მინდა ვიყო 8 წლის. იმიტომ რომ ვიქნები უფრო ლამაზი და უფრო ჭკვიანი. სახლში ვცხოვრობთ მე, ძმა და დედა და მამა. 2 ძმა მყავს. კიდევ მინდა მყავდეს 1 და. მამიკო არის მსხიარული, ჭკვიანი, სიმპათიური და თან კარგია, ნიჭიერია. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი და თბილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. მე ძალიან მიყვარს კითხვა. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. უთმოები ძალიან მიყვარს. საყვარელი უთმინია ტომი და ჯერი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხედები ნამდვილი პრინცესა. მე ასევე მიყვარს სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერაა დედიკოზე სიმღერა. დედა, დედიკო, ჩემო ლამაზო, ამ სიმღერას შენ იცი რომ გაგახარო. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს გაუჩინებელი სუპერძალა. შემდეგ მონაწილებს უტოვებ კითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ლამაზი განკაული. ბედნიერება არის ხატვა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.